მათემატიკური თავსატეხი უნდა შევთავაზოთ დღეს მე-6 კლასის მოსწავლეებს. მათ უნდა გამოიცნონ სად გაქრა 1 ლარი. თუ ისინი ამ თავსატეხს გამოიცნობენ, მიიღებენ მაღალ ქულას, თუ არა და მოუწევთ პიცით გამოსვლა. მოკლედ, თქვენ უნდა წარმოედგინოთ, რომ ხართ კაფეში და უკვეთავთ პიცას. თითოეულს გაქვთ რამდენი ლარი? 10 ლარი. კარგით. მოგიტანეს პიცა. ანუ პიცაში რამდენი გადაიხადეთ? 30 ლარი. მიმტანი გეუბნებათ, რომ პიცა ღირს 25 ლარი. და 5 ლარს გიბრუნებთ უკან. 5 ლარი. 5 ლარი. გიბრუნებთ უკან. თითოეულმა გადაინაწილეთ თითო ლარი. ხოლო ეს 2 ლარი ჩაის ფული დაუტოვეთ, ვინც მოგემსახურეთ, ხო? ანუ პიცა ღირს 25 ლარი, 5 ლარი ხურდა მოიტანა, აქედან თითოეულმა თქვენ გაინაწილეთ თითო ლარი, ეს 2 ლარი თიფსის ფული დაუტოვეთ მიმტანს. მაშინ ახლა მითხარით, რამდენი ლარი გაქვთ გადახდილი თითოეულს პიცაში? 9 ლარი. ეთანხმებით, ხო? ანუ 10 ლარი გქონდათ გადახდილი თქვენ თითოეულს პიცაში, თითო ლარი ხურდა უკან მიიღეთ, ესე იგი გამოდის, რომ 9 ლარი გადაიხადეთ. ანუ 9 ჯერ 3 27 ლარი. პლუს 2 ლარი 29 ლარი. სად გაქრა 1 ლარი? და მე შეგიძლიათ რომ საბრუნავ წასულიყო ვას, გაქრა. შენი მსჯელობით გამოდის, რომ იმ 27-ს უნდა დაუმატო ეს 3 ლარი, რომელიც გაინაწილეს. და პლუს კიდევ ის 2 ლარი, რომელიც ანუ უფრო მეტი და ის ული დაიტოვა. ხო. ნას მივხვდით. მივხვდა ანდია? არა. خدا برونش مش قوتي لازم ما شاف شيء جاب شو ذات الخميس بيت على ذا قوتي لازم برونش قوتي لازم ما قال شيء ما له بيتس ما له يسوي له الخميس ده ايه قام مدس خلاص لا ما تقول خير ما ده من لا في اي سامي لا لا لا